შემუშავებულია საგნის ფიზიკური აღზრდა და სპორტი, სტანდარტის პირველადი ვერსია დაწყებით და სავაზო საფეხურზე. სტანდარტი მოიცავს საგნის სწავლა-სწავლების მიზნებს, სწავლის შედეგებს და თემატურ ბლოკებს. რაც შეეხება სწავლის შედეგებს, ასევე მოცემული გვაქვს საგნის ცნებები და შეფასების ინდიკატორები. განახლებულ ვერსიაში აქცენტი გაკეთდა კომპეტენციების გამომუშავებასა და განვითარებაში, რაც აისახა საგნის შედეგებში, ასევე მკაფიოდ არის შეფასების ინდიკატორებში მოცემული. საგნის შედეგებში ფიზიკურ აქტივობებთან ერთად აქცენტი არის გაკეთებული მის მნიშვნელობაზე. მაგალითად, ერთ-ერთი შედეგი გვაქვს ფიზიკური თვისებების გამომუშავება, განვითარება და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება. ასევე აქცენტი გაკეთდა საგანთა შორის კავშირებზე. თითოეულ სამიზნეცნებასთან არის დაზუსტებები, თუ ამ სამიზნეცნებას, რომელიც საგნის სამიზნეცნებასთან შეიძლება ჰქონდეს კავშირები. მაგალითად, ბიოლოგიასთან შეიძლება გამოიკეთოს სამიზნეცნებები, ავადობა და ჯანმრთელობა. საგანში მოცემული საგნის თემატური ბლოკები იძლევა შესაძლებლობას ყველა ბავშვი თანაბრად იყვნენ ფიზიკურ აქტივობებში ჩართული. მაგალითად, ერთ-ერთი თემატური გვაქვს მასობრივ გამოჯანსაღებელი სპორტის მიმართულება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ყველა ბავშვი იყოს თანაბრად ჩართული და ფიზიკურად აქტიური, როგორც ლაშქრობაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ჩვენ სკოლებს ვთავაზობთ თემატურ ბლოკს სპორტის სახეობები და სკოლებს შეუძლიათ მათთვის სასურველი სპორტის სახეობა შეარჩიონ, მაგალითად, კალათბურთი, ფეხბურთი და ასე შემდეგ და ამ სპორტის სახეობებში მოსწავლეებს შესთავაზონ ფიზიკური აქტივობები. ასევე შესაძლებელია მოსწავლეებს შევთავაზოთ ერთ-ერთი თემატური ბლოკიდან, როგორც არის ეროვნული ტრადიციული სპორტის სახეობები, სპორტის სახეობა, როგორც არის ლელობურთი და ამ ლელობურთის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიღმაონ ცოდნა ამ ტრადიციული სპორტის სახეობის მიმართ და იყვნენ ფიზიკურად აქტიური. საგნის შედეგები, მაგალითად, რო ავიღოთ ფიზიკური თვისებები, შეიძლება რეალიზდეს ამ 4 თემატური ბლოკიდან თითოეულ მიმართულებაში. მაგალითისთვის, რო ავიღოთ ფეხბურთი, დღეს მდგომარეობით ფეხბურთს ყველა ბავშვი თამაშობს, ყველა სიამოვნობს, ყველა მოსწონს ფეხბურთის აქტივობებში ჩართულობა, თუმცა ჩვენი საგნის მიზანი არ არის ფეხბურთის სწავლება და მაღალ შედეგებზე გასვლა, არამედ ჩვენთვის ფეხბურთი არის საშუალება, რის მეშვეობითაც შესაძლებელია ფიზიკურ თვისებებზე და ამ შედეგებზე გასვლა. ფეხბურთის ელემენტების სწავლებით ჩვენ ვახდენთ ფიზიკური თვისებების გამომუშავებას და განვითარებას. როგორც უკვე აღნიშნეთ, სტანდარტში მოცემულია თემატური ბლოკები, მაგალითად, ამ თემატურ ბლოკებში რო ავიღოთ სპორტის სახეობები, გადანაწილებულია უამრავი თემები, ასევე მასობრივ გამოჯანსაღებელი სპორტის მიმართულებითაც არის თემები, რომლის შერჩევაც სკოლას შეუძლია დამოუკიდებლად არსებული რესურსიდან გამომდინარე და ამ თემებიდან გამომდინარე სკოლა მასწავლებელი შეიმუშავებს სასკოლო კურიკულუმს.